ტექნიკური ხარვეზი იყო და მაგის გამო გაითიშა ჩვენი გადაცემა. ლიკუნა ეხლა მოვიწოთ ეკიპი და გავეთყვით როგორ მოაჩინა იგი. მობრძანდი ნაირა მანუაშვილი. გამარჯობა. სერემსუფანა. ისე ექიმების ტიკებია. გამარჯობა. როგორ არის თქვენი ჩვენი პაციენტი ცოტა არ იყოს დაწნებიანი. ნერვოზის ბრალია. პაციენტი გამთიშეთ. მოვახერხე. ხო, პაციენტს აქვს ძლიერი წნეველი. უпростоრად მაღალი და ძლიერი. კაცრავით კამერას. უიმე ბოდიში პაციენტების ყურება ესე იმაში მაქვს. ხო და რა ვიცი. დიახ. ხო. სავარაუდოდ უშველის ყოველდღე თავში 15 აგურის ჩარყმა. ოღონდ ვინ გააკეთებს არ ვიცი, ამისთვის დამხმარე გჭირდება ასე მხარხო. თუ ვინმე ხართ მოცლილი ესე 15 წუთით მობრძანდი, თუ ურთხით, კარგად გახდება, კარგ საქმესაც გააკეთებ. ერთი წამი მირეკა. ალო, დიახ, მანქანამ გაგიტანა. ვაიმე რა ცუდია, სისხლის განიცლები. ვაი, მოვიდე. ერთი წამი ორ კვირაში მეცლება და ხომ დაგიცდით. კარგი. ბოდიშ სამსახური. მირეკავენ ესესუ. ხო და ტელეფონი რეკავს. კიდე რამე კითხვები ხომ არ გაქვს? კიდევ ან თქვენ დატვირთული დღეები გქონდა და ბევრი პაციენტი. კი ძალიან აი ხო ხედავთ ახლა ფეხები მოვიდეხე ქუჩაში ვდივარ და ორ კვირაში მივარ. ის სხვა ვერ ვახერხებ უკვე შევსებული. ზოგჯერ და ერთი თვით ადრეც მიწევს. შევსებ წინათვის. ასეთი დატვირთული გრაფიკია საქართველოში ესე იგი. წინა დღეს კამერაში იყო. ვაიმე კამერაში იყო. არ ვარ შეჩვეული პაციენტი. დიახ, წარმოიდგინე პაციენტი. ხო, მე ჯანმრთელი პაციენტი ბრძანდებით. ხო. ოღონდ კამერა ფერხთ. არა, სპააცებ ჯანმრთელი. ის ვაშლი კარგია სხვათა შორის, ეგ ვაშლი ხშირად ჭამეთ, ეს ერთი ნაკბეთში მარტო არა. დიახ. და იქნებ რამენაირად გაუფრთხილდეთ ხარხნოს სიცოცხლეს. დიახ, როგორც გითხრათ უკვე ქალბატონმა ნაირამ, ვისაც გსურთ დახმარება ქალბატონი ლიკუნას დახმარება, მობრძანდით და რამდენი აგური? 15 დღეში უნდა ჩარტყათ 15 აგური. თუნდაც 15 წუთით მობრძანდით და ჩაარტყეთ რამდენიმე მაინც და ეს უკვე სიკეთე იქნება თქვენს ხმრივ. შთამომავლობას დარჩება, შთამომავლობას. ხო და მარტო ეს უშველის ლიკუნას. ასე თქვა ექიმებმა მეტი არაფერი გაშეშებული საკეთ გაესა. ეს მაღალი წნევები ყავა მამუხეთქა ვაკეში და ეთქვა მოიწამლა პაციენტი. ამასთან იყურე. დიახ, ეს მესმის. ნახევარი ინფორმაცია უკვე მოგვახსენა, იმიტომ რომ ეხლა მე ზუსტად იქ უნდა მეთქვა რომ ვაკეში ამოხეთქა ყავა, დიახ და ბევრი ადამიანი მოიწამლა და სულ ქალბატონ ნაირას ურეკავენ, სხვა ექიმი ვერ იშოვე. და იქნებ ყავას ერიდოთ ცოტა, თორემ ეს ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის. ხო, ყავა ძალიან თორემ მოგიწევთ თქვენ დღეში 15 აგური. ხო, აი, მაგიტო დაემართა ჩვენს ლიკუნას ესეთი რაღაცა. სხვათა შორის პაციენტი არის გასათხოვარი, კარგი დიასახლისი. ასე რომ ვისაც მოგესურვებათ, დამატებითი სტიმული
მოსასვლელად და აგურების სარკმელად. თან შეგიძლიათ ცოლად მოიყვანოთ ჩვენი ლიკუნა. დიახ. ძალიან კარგი გოგოა, ადიოს. მოგიგიც. აგურებსაც ჩაგარტყამთ თუ დაგჭირდათ და ყავასაც დაგიმზადებთ, თუ ძალიან მოგინათ და ვერ გაუძელით. და მე მეც მოვა. სხვათა შორის ძალიან ძვირს არ ვიღებ მე. ეს ლიკუნა რა ეს მითხარი. აი გამომაცხადოთ ლიკუნა რა. როგორ ლიკუნა რა. ანუ რამდენად მყიდით ლიკუნას? დიახ. ესე $2000. ესე იგი თურქებს დავუკვდით. თურქები ვინც ხარ, თողონს მოტყუება არა, იმიტომ რომ ძალიან კაცრი შემოწმება ხდება, ხო? და ვინც თურქი მოვა. აი ამ რა ქვია, ლიკუნას უფრო იაფად გაიდიან. იდიან. სხვათა შორის ინდოელებს უფრო მოსწონთ რატომღაც ლიკუნა და არ ვიცი და ინდოელებისთვის გავაძვირე.